ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე ირაკლი ღარიბაშვილზე თხრობა მიჭირს, მაგრამ ყველას თავის უბედურება ეყოფა. ხოდა თვალი გადავალოთ ორგზის ერთგული პატიოსანი, მადლიერი და ღვთისმიერი კაცის ბიოგრაფიას, დიდებიდან დაცემამდე, ან მისი დიდებიდან დაპატიმრებამდე. ერთ დროს საფიცარი პრემიერი დღეს განსაცდელშია. ოღონდ იცით როგორ განსაცდელში? ჩვენ რიგით მოქალაქეებს რომ არ გვინახავს, ისე დააკავეს, კორუფციაში ამხილეს და გაასამართლეს, რომ ვერც ვნახეთ. ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე რა სიტყვით? ძალიან კარგია. ადრე უნდა დაეკავებინათ. მართლა ასე ფიქრავ? კი. ღვთისმიერ კაცად მოჰქონდა თავი და წესიერი ვარო. კი, მილიონებს რო ხვეწავდა და ხალხი რო სანაგვეში იქექებოდა, მაგი მილიონებს აგროვებდა. ღარიბი არასდროს არ ყოფილა რომ პენსიონერ მამას დიდი ბიზნესები. პენსიონერი მამა ხო? კი, მაგაზე საერთოდ გული მერევა საერთოდ. რას ფიქრობთ, რისთვის ისჯება? რაც ჩაიდინა იმისთვის ისჯება. არა. მანამდე არ იცოდნენ? მანამდე იცოდნენ, როგორ არ იცოდნენ. მაგრამ მარტო ამან ხო ჩაიდინა ეს ყველაფერი, არა. როგორც ადამიანურად მაინც შემეწოდა, მაგრამ ყველას თავის პასუხისმგებლობა აქვს. მე ისმაღელებს ნეტავ ტელევიზორი თუ იყიდა და ამ რეპორტაჟს თუ ნახავს, ჯერ ადრეა და მისთვის გაფორმებული დამამცირებელი საპროცესო გარიგების არ იყოს. ალბათ სასჯელის ამოწურვისას კუთვნილ ტელევიზორსაც ისევ დამამცირებლად უკან გამოატანენ. მე მაქვს მალობა ღმერთს შეძლებული ოჯახი. მე არასოდეს არ ვიყავ გაჭირვებული. გაჭირვებული არასოდეს ყოფილა. მისი ბიოგრაფია კი ისეთივე მდიდარია, როგორც თვითონ ღარიბაშვილი აღმოჩნდა. პენსიონერი მშობლების საამაყო შვილი, რომელმაც ყოველთვის იცოდა, რომ თანამდებობა დროებითია. მარტო ღმერთი და სამშობლოა მარადიული. დიდი პრემიერი იყო ღარიბაშვილი. პრემიერიც იყო, მსახურიც იყო და დიდი მოსიყვარულეც იყო, ჩვენთან მოდიოდა სამებაში და სით მომინახავს მაგისგან. გულთმისანი კი არ ვიყავი, მაგრამ ხვდებოდი მაგენი რომ ქურდები იყვნენ. იმიტომ რომ ყველაფერი ხიდები ინგრევა, ყველაფერში ფულს აკეთებენ. რა კალაძე არ არის კორუმპირებული? და ივანიშვილია მთავარი პრობლემა საქართველოსთვის. ღვთის მოშიშმა კაცმა პრემიერობისას ოჯახური ღირებულებებიც დაალაგა. მისი ორგზის პრემიერობისას ქალი ქალად იქცა, კაცი კაცად, ოჯახი კი ერთობად. დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე შეიცავს. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს. 5 ივლისს განვითარებული უმძიმესი მოვლენებიც მისი განცხადების დასრულებისთანავე დაიწყო და უმართავი გახდა. სამაგიეროდ პატრიარქისგან საჩუქრად მიღებული აქვს თეთრი ცხენი, გულის ჯვარი, ხატები და სხვა საჩუქრები. დიდი მადლობა. აი, მადლობა თქვენ. აღშენებლობი საქმის აკეთებ თქვენი პატრიოტიზმისთვის. მართლმადიდებლობისთვის. ყოველმა ნაბიჯმა იხაროს. თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა. მადლობა რომ მშვიდობა გვაქვს საქართველოში. ის ხალხიც გაუჩინარდა, რომელიც ერთ დროს თავმომწონე პრემიერს ეთაყვანებოდა. ძველებურად აღარ აქებენ, აღარც აღმერთებენ და მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობისთვის მადლობასაც აღარ უხდიან. რასაც იმსახურებს ალბათ ღმერთი იმას ზღავს რა ვიცი, აბა გამოდის რომ თვითონ აღიარებენ, რომ კორუმპირებული ხელისუფლება ყავდათ წლების მანძილზე? ასე ჩანს. ქცევისგან ასე ჩანს, რომ აღიარებენ ფაქტიურად. არც ირაკლი ღარიბაშვილი დაიწყო ეგამოვით, არც ალბათ მაგით დამთავრდა. ამ კორუფციაში ვინ არის ჩართული? თუ ზევიდან არ იყო ეს ყველაფერი, ღარიბაშვილი მარტო ვერაფერს ვერ გააკეთა, გამორიცხო. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მინდა ვისაგებ შემთხვევით და ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი. პირველ ყოვლისა მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებლებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სამაგიეროდ თვითონ იყო გამორჩეულად მადლიერი მსახური, ოლიგარქის გულწრფელი მეხუთბე, მისთვისაც ყველა დღეს ბიძინობაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა. ულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს. მით უმეტეს მაშინ, თუ ბიძინობას ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს დაიჭერ. მერე რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის წამოწყებასაც დააბრალებ. ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა
თავარსარდალმა. ამ კაცის გარშემო იმდენი ამბავია, ისინი მოუყვეთ რომელთა მოყოლა წღირს. მაგალითად ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საჯაროდ ჯერ საჩვენებლად განადგურებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მერე კი ციხის კადრების სკოლებში არასრულწლოვნებისთვის ჩვენება ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება. თანმიმდევრული და უღალატო პრემიერის ამბების თანმიმდევრულად თხრობა რთულია. ამიტომ თანმიმდევრობას დავარღვევ, მთავარია არაფერი გამოგრჩეს. მაგალითად მართლა მაღელვებს სანამ ირაკლი ღარიბაშვილი ციხეშია. გარეჯი, ნეტავ საქართველო იქნება თუ აღარ. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობას ემთხვევა საყდრისის აფეთქებაც. ისე კულტურულ მემკვიდრეობას რა ეშველება? გელათი ჩაიბარა. ნეტავ მონასტრის უსასრულო რეაბილიტაციის დასრულებამდე მაინც ეცლიათ. ზარის ტიპიურად კახელი კაცი, ძალიან პატიოსანი, უაღრესად გულწრფელი და ნაღდიკაცია. ნაღდიკაცია, ძალიან წესიერი კაცია. ძალიან წესიერი კაცია, თქვა ივანიშვილმა 2013 წელს, მაგრამ როგორც ჩანს, ასე აღარ ფიქრობს. ხალხისთვის იქ არაფერი არ არის ცნობილი რა ხდება ზედა ეშელონებში. ამიტომ აღარც კომენტარს ვაკეთებ, აღარც ფიქრობ ამაზე. ყველაფერი დასაშვებია, ახლა ისეთი დროა. როგორი დროა? აი ისეთი, როდის რა ჭირდებათ, იმას აკეთებ. დაჭირდათ? ალბათ. ერთგულებამ არ უშველა. მომენტებში შველის, მომენტებში არა. მე ისევ დააწინაურებენ, ნუ დარდობთ. ხო, რა მესამე პრემიერობაზე შეიძლება გაიქაჩოს რო გამოვა. ჰექტრობით მიწები მშობლიურ კახეთში, საწარმოები, კომბაინები, ტყეები, ოქრო, დიდება და ფუფუნება, მიწები და მიტაცებული საძოვრები, უკანონო ფული, კომპანიები, ბიზნეს შემოსავლები, მილიონების კვალი. არადა ამბობდა, რომ კახური კლანი არ არსებობს. მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს აქვს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი, ასე ვთქვათ, ბიზნეს საქმიანობა და ქონება. წარმატებული კარიერის განმავლობაში ერთგვარი მეტსახელიც მოიპოვა. ჰაკიმ ფაშა 2014 წელს შეარქვეს, მაშინ როცა ჩანაწერები YouTube არხზე ჰაკიმ ფაშამ გაავრცელა. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე გახმაურებული სკანდალი. ამ ქვეყანაში ჩაარტერის საქმე, რომლითაც მისმა უფროსმა შვილმა ისარგებლა. ახლა საქართველოს უნდა იყენოს და Antoni, давай, Guys, mama, давай. Antoni, სუფრინაიდა. Давай, давай. კიდევ იყო ტრიტრის სახელით ცნობილი, გახმაურებული ამბავი ჩვენს ქვეყანაში. რადგან დაარქე, როგორც გინდა, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ. ისე მისი რეპუტაციის შელახვის მოსალოდნელ საფრთხეებზე ალბათ ფიქრი მაშინ უნდა დაგვეწყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა ამ კაცს, რაც გინდათ ის დაუძახეთო. მაშინაც პრემიერია, როცა რუსეთ-უკრაინის ომი იწყება, ღარიბაშვილმა აქაც თავი გამოიჩინა და პირველი განცხადებაც გააკეთა. საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არაპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. ვერც მდინარე იორდანესთან გადაღებულმა ფოტოებმა უშველა. ციხემდეც გაუჩინარდა და სავარაუდოდ პასპორტ ჩამორთმეული ყოფილი პრემიერი აღარავის უნახავს. ორჯერ უნახეთ, ერთხელ სახლის სახურავზე ცოლთან ერთად და მეორედ არჩევნებზე. ბატონო ირაკლი, ველოდებით რომ უპასუხეთ ჩვენში საკითხებს. ჩაბზანდი. გაქვთ ივანიშვილთან დაალაგების იმედი ბატონო ირაკლი? იმიტომ რომ გავრცელებული ინფორმაციით თქვენ ხართ მისი ერთ-ერთი სამიზნეა. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ბიულეტენზეც იმ დღესაც ოცნება შემოხაზა და მის გათავისუფლებამდე ოცნება სულ რომ დამთავრდეს ციხიდან ისევ ქოცი გამოვა. ისე გულწრფელად მისი ყოფილი მხარდამჭერების არ იყოს, მეც მეტკინა, ვუთანაგზნობ, როგორც პატიმარს. მე ასე ვფიქრობ. თქვენ კი რაც გინდათ, ისი ფიქრეთ და რაც მთავარია, რაც გინდათ, ის დაუძახეთ. რადგან დაარქე, როგორც გინდათ.